ლიტერატურის სფერო ისტორიულად არის ყოველთვის ძალიან აქტიური საზოგადოებრივ ასპარეზზე და გარკვეულწილად მიგვაჩნია, რომ დღესაც ჩვენი როლი არის ეს, რომ რა თქმა უნდა გვქონდეს რეაქცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და ხმამაღლა და კრიტიკულად საუბრობდეთ ამაზე. ჩვენთვის ეს სიახლე პრინციპში არ არის და გუშინ და დღეს არ დაწყებულა. წლების განმავლობაში ყოველთვის ქართველი მწერლები, ქართველი გამომცემლები იყვნენ ხოლმე აქტიურიც და კრიტიკულებიც, ძალიან თამამები და მამაცები სხვადასხვა მოვლენების დროს, რომლითაც სამწუხაროდ ჭყალებში რო ვთქვათ, განებიურებულია ჩვენი ქვეყანა. და დღევანდელი მოვლენები მით უფრო არ არის გამონაკლისი. ცხადია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო მარში ძალიან სიმბოლურად დავიწყეთ ილიას მემორიალური სახლ-მუზეუმიდან, იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს ავრცელებდა და აი ამ იდეებს ავრცელებდა და ამ ყველაფრის მიმდევარი იყო და ჩვენ ყავს ესეთი დიდი სულიერი მამა, რომელიც ჩვენთვის იყო სამაგალითო და მისი ნაშრომები, რომელიც მან დაგვიტოვა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის მასწავლებელია ჩვენთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ასე დაემართება რუსეთის ყველა მონას, როგორც დაემართა ლავრენტი ბერიას და მუდმივად იკაშკაშებს მიხეილ ჯავახიშვილის ვარსკვლავი, ისევე როგორც ტიციან ტაბიძის, რომელიც დღეს 16 დეკემბერს დახვრიტეს რუსებმა უცხოეთის აგენტობისათვის. რამდენიმე გაჩერება გვქონდა და ასევე გამოვყოფ ჯავახიშვილის სახლს, იმიტომ რომ მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ ის ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი, სწორედ მისი საქმიანობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰქონდა სიმამაცე, რომ სტრიქონების მიღმაც ესაუბრა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ჯავახიშვილის გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიცოდეთ როგორი სახე აქვს ხო საბჭოთა რეჟიმს, რომლისგანაც არაფრით არ განსხვავდება რუსული რეჟიმი, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძალიან კარგად ხვდებით, რომ რუსეთის იმპერიას აქვს ეს უნება, რომ საბჭოთა დიქტატურა და საბჭოთა რეალობა აღდგეს და სწორედ ამიტომ მოიწევს თითოეული ამ ქვეყნისგან, ეგრეთ წოდებული ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან, რომლის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი დღეს ჩვენ ვართ, იმიტომ რომ ყველაზე ახლოს ვართ და უკრაინის შემდეგ რაღაცნაირად თითქოს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვართ. თუმცა აი მე მიმაჩნია, რომ უკრაინისგან განსხვავებული ომია, ომს დავარქმევდი იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს და არ ვიცი, ძალიან მტკივნეულია ეს, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი გზით მოელიან ჩვენი ქვეყნის გადაცემას და ჩვენი ხელისუფლებაც მოელის, რომ ქართული საზოგადოება უნდა დაყაბულდეს იმას, რომ მშვიდობიანი გზით მოჩვენებითი მშვიდობით გადასცეს საკუთარი მიწა-წყალი ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერს რუსეთს. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვართ, რა თქმა უნდა და ამ ყველაფრის წინააღმდეგ იყო მიმართული ჩვენი მარშიც და გარდა ამისა ცხადია ჩვენ არ შეგვიძლია რომ კიდევ ერთხელ არ ვახსენოთ ის ადამიანები, რომლებიც მართლა წინა ხაზზე იბრძოდნენ ამ ბოლო კვირების განმავლობაში და დღეს არიან რეჟიმის პატიმრები. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელახალ არჩევნებთან ერთად, რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ სცემეს სასტიკად გაუსწორდნენ და დასისხლიანებულების შემდეგ ციხეებში ჩაყარეს და ზოგს წლობით ემუქრება თავისი საუკეთესო წლების ციხეში გატარება. შეუძლებელია, რომ ქართული საზოგადოება ამას შეეგუოს და შეუძლებელია, რომ თითოეული ჩვენგანი ამას შეეგუოს, მშვიდად დაიძინოს და აი ამ ყველაფერმა არ შეაწუხოს. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი გვაწუხებს, ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან გულს გვტკენს ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ და აი ყველანაირ ზღვარს არის ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გადასული და შეუძლებელია ამის პატიება და შეუძლებელია აი ამ ნიშნულიდან ჩვეულებრივ რეჟიმში აი ამ თანაცხოვრების გაგრძელება. ეს უნდა გააცნობიეროს ჩვენმა ხელისუფლებამ და უნდა გააცნობიეროს, რომ მათ აღარ აქვთ უფლება იმის, რომ იყვნენ ჩვენი ხელისუფალნი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, იქამდე სანამ ჩვენ საწადელს არ მივაღწევთ. ჩვენი საწადელი
მომავალი რა არის? ჩვენთვის მთავარია რომ ამ ქვეყანას გადავაჩინოთ თავისი ევროპული აწმყო, ეს არ არის მომავალი, ჩვენ ეს ევროპული აწმყო უკვე გვაქვს და ამის წართმევას ცდილობენ ჩვენთვის და რა თქმა უნდა შესაბამისად მომავალიც. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ მართლა ჩვენს ოჯახებში გვახსოვს ეს ისტორიები და ჩვენი მშობლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სისხლის ფასად და რა ვიცი საკუთარი უსაფრთხოების დათმობის ფასად აი აქ იბრძოდნენ ზუსტად აი ამ გამზირზე არ უშინდებოდნენ აი აქ მოსულ ტანკებს, რუსის ტანკებს და როგორ შეიძლება რომ დღეს ჩვენ ქართველი ახალგაზრდები თუ არ ვიცი სხვა თაობის წარმომადგენლები დავნებდეთ და ამ ყველაფერს არ შევეწინააღმდეგოთ. ეს არის შეუძლებელი, ეს არ არის ქართველი ხალხის ბუნება და ამიტომ მე დარწმუნებული ვარ რომ ამ ბრძოლაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ნიშნავს რომ ბევრი ადამიანი კითხულობს და იზარია ხო თვითონ გვაძახებენ ხოლმე ამ პატრიოტულ სლოგანებს და თითქოს ჩვენ ვართ არაპატრიოტი ადამიანები და ცდილობენ რომ ეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენონ თითქოს თუნდაც ჩვენ ვართ ენა მამული სარწმუნოების წინააღმდეგ არა და სულ პირიქით აქ ის ადამიანები, რომლებიც აქ დგანან, აი ამ სამივე ღირებულებას იცავენ და სამივე ღირებულებისთვის დგანან აქ, რომ ეკლესია იყოს თავისუფალი, რომ ენა იყოს შეგვინარჩუნდეს და რა თქმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობლო. ენა არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველას ახსოვს ეს ისტორია, რომ საბჭოთა პერიოდში, როდესაც რაღაცის პროტესტი სრულიად წარმოუდგენელი იყო, როდესაც ქართულ ენას საფრთხე დაემუქრა, ქართველი ხალხი დადგა ფეხზე, ახალგაზრდები განსაკუთრებით ხო, თუმცა არა მხოლოდ დადგნენ ფეხზე და შეძლეს ის, რომ დაეცვათ ქართული ენა და მაშინ, როდესაც ძალიან ბევრმა საბჭოთა სახელმწიფომ დაკარგა მათმა ენებმა დაკარგა სახელმწიფო ენის სტატუსი, ქართულმა ხალხმა შეძლო, რომ ეს შეენარჩუნებინა. ამიტომ ჩვენთვის ეს არის იმდენად ძვირფასი და ღირებული, ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომ მე არ ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება შეგუება ქართული ენის დამცრობას და ის, რომ მათ სურთ, რომ რაღაც საჯარო სამსახურებში ეს არ იყოს სავალდებულო, ეს არის ყოველად წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მე არ მეგულება არც ერთი ღირსეული სახელმწიფო, რომელიც არ იცავს საკუთარი ენის უფლებას. როგორ შეიძლება რომ საჯარო სამსახურში მუშაობდეს ადამიანი და მას ჰქონდეს ჩაბარებული ამ ქვეყნის აი რომელიმე მტკაველი და მან არ იცოდეს ქართული ენა. ენა ეს ხო ეს რაღაც განყენებული ცნება არ არის. როდესაც ენა არ იცი, შენ ამ კულტურაში ვერ ცხოვრობ სრულყოფილად, იმიტომ რომ ენა განსაზღვრავს ერის იდენტობას და ანუ ამ იდენტობისგან მეტნაკლებად დაშორებული ხარ თუ კი ენა არ იცის. აქედან გამომდინარე ეს არის აბსოლუტურად ძალიან მტრული კანონი, რომელიც ბევრი მტრული კანონი ვნახეთ უკვე ამ ბოლო წლებში მიღებული და მათ შორის ეს არის აი ყოველდღიურად ვფიქრობთ რომ რითი შეიძლება კიდე გაგვაკვირვონ, მაგრამ ამ ყველაფერს საზღვარი არ აქვს, მაგრამ ამ ყველაფერს რომ საზღვარი არ აქვს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქართულ საზოგადოებას, რომ დღეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც გაჩუმება არ შეიძლება. თუნდაც ის ფაქტი, რომ აი ამოიღეს სასწავლო პროგრამები, საგამოცდო პროგრამებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, რომელიც მამულის და სამშობლოს სიყვარულს უნდა ასწავლიდეს ადამიანებს და აი ეს მთავარი ყველაზე ღირსეული კლასიკოსები, რომელიც ჩვენ გვყავს. როგორ შეიძლება რომ მოქალაქე აი ამ ყველაფრის გარეშე, ამ ლიტერატურის გარეშე გაიზარდოს? ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ დავკარგოთ ჩვენი ისტორია, ჩვენ დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, ჩვენ დავივიწყოთ, რომ რუსეთი არის ჩვენი მთავარი მტერი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და მიზანი რაც აქვს მათ ახლა, რომ მაქსიმალურად აი ეს ასეთი ტიპის ნაწარმოებები განსაკუთრებით, სადაც აი ამ ყველაფერზე არის საუბარი, გაქრეს. იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ ეს რაღაც ბმა დაკარგოს აი ამ ისტორიასთან. აქედან გამომდინარე ძალიან აი უკვე იმდენად ბევრი რამ ხდება, რომ აი ამის გამოსწორება ამ ადამიანებთან ერთად უბრალოდ შეუძლებელია. ეს გვაფიქრებინებს ერთადერთ რამეს, რომ ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ უკანონოდ დაკავებული სკამები აი ამ შენობაში და უნდა მისცენ ქართულ საზოგადოებას თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რომელიც მოგცემს იმის შანსს, რომ ჩვენ ავაშენოთ თავისუფალი სახელმწიფო ერთხელ და სამუდამოდ, რომელიც აი ამ რუსეთის კლანჭებისგან, ამ ბოროტებისგან, ამ მანკიერებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება. ჩემთვის პირადად გაუგებარია, როგორ შეიძლება რომ
ხელისუფლებას ასე ზულდეს ერთი ადამიანი, თუნდაც ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე, პოეტი, რომელსაც არც ქვეყნისთვის და არც მათთვის პირადად არაფერი არ დაუშავებია და ეს ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სულ პირიქით. ამ ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი სიკეთე გაკეთებული, მხოლოდ თუნდაც ყველაფერს რო თავი დავანებოთ საკუთარი შემოქმედებით და იმ ბრწყინვალე შემოქმედებით, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, რომელსაც არამხოლოდ საქართველოში კითხულობენ, არამედ თარგმნილია არაერთ ენაზე და ზვიად რატიანი არის, რა ვიცი, ჩვენი პოეზიის სინდისი პირდაპირ ვიტყოდი ასე, რომელთაც ჩვენ ვამაყობთ, რომ აი ესეთი მაღალი დონის თანამედროვე პოეზია იწერება დღესაც ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ხელისუფლებას არ ვიცი, ალბათ რაღაცნაირად ზვიად რატიანი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოდაც იქცა. ქართული ლიტერატურის და სალიტერატურო სივრცის თავისუფლების სიმბოლოდ და აი ის რომ მას უსწორდებიან, ალბათ გონიათ რომ ამით ჩვენც გვისწორდებიან. თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ რამდენიც მეტად დაარტყეს ზვიაც, უფრო ძლიერი გახდა ისიც და უფრო ძლიერები გავხდით მის გვერდით ჩვენც, თითოეული მისი მეგობარი და მისი კოლეგა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეს ასე მოქმედებს, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლობას, უფრო ძლიერები ვხვდებით და მე მგონი ეს არ მხოლოდ სალიტერატურო სივრცეში გამოჩნდა, არამედ ჩვენ საზოგადოებაშიც, იმიტომ რომ რაც უფრო ბევრ ახალგაზრდას ურტყამდნენ და ჩაგრავდნენ, უფრო მეტი ადამიანი გაბრაზდა და უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მათ დასაცავად. ასე ვდგავართ ჩვენ ზვიადის გვერდით, მართლა სრულიად ამაზრზენი და ამორალურია, რასაც მის წინააღმდეგ აკეთებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ზვიადი ჩვენს ბოლომდე დავიცვათ, მაგრამ ზვიადი საკმარისად ძლიერი ადამიანია იმისთვის, რომ ამ ყველაფერს არ შეუშინდეს. ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თორნიკე ჭელიძე, რომელიც აი ამ დღეების განმავლობაში ასევე პოეტი და ყველასთვის საყვარელი, ბავშვებისთვის საყვარელი მასწავლებელი, რომელიც აი სრულიად გაუგონარი, არ ვიცი, უსაფუძვლო მიზეზის გამო, აი აქვე დაიჭირეს და რამდენიმე 8 დღე ციხეში გაატარა, მანაც ნაცემა და ახლაც დამტვრეულ ნეკნებს მკურნალობს. და აი ყველაზე მტკივნეული არის ის, რომ მართლა საზოგადოების გამორჩეულ წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომელთაც ეს ქვეყანა უნდა ამაყობდეს და ამ ადამიანების იმედი უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას, რომ აი რით შეიძლება ჩვენ რომ თავი გამოვიჩინოთ, რით შეიძლება ვიამაყოთ, რით შეიძლება ამ ქვეყანამ წინ იაროს, ხო? იმ ნიჭიერი ახალგაზრდები და ნიჭიერი ადამიანებით, რომლებიც აი ესეთ გამორჩეული საბედნიეროდ ძალიან ბევრი ყავს. მაგრამ აი ყველა ეს ადამიანი, რომელიც გახდა მსხვერპლი ძალადობის და ამ წამების, იყო ესეთი განსაკუთრებული ადამიანი. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ამ ხელისუფლებას არ უნდა არც ევროპული ღირებულებები, არც განვითარება, არც ამ ქვეყნის წარმატება, რომელიმე სფეროს წარმატება, იმიტომ რომ წარმატებული ხალხი ეს არის ძლიერი საზოგადოება და ძლიერი საზოგადოება, მოაზროვნე და ინტელექტუალური საზოგადოება, მე უკვე ესე ადვილად არ ტყუდება აი ამ რაღაც სატყუარებს, რო გვიგდებენ ხოლმე აი ამ შენობიდან, ამას ასე ადვილად არ წამოეგება და ეს მიზნები ასე ადვილად არ გახორციელდება და ბოლოს რაც მათ ყველაზე მეტად აინტერესებს, საკუთარ ჯიბეებსაც ესე ადვილად ვეღარ გაისქელებენ. ამიტომ მათ აწყობთ, რომ ჩვენ ვერც ვაზროვნებდეთ, ვერც ვფიქრობდეთ, ვერც ხვდებოდეთ რაც ხდება და ვიყოთ გაუნათლებლები და ეს არ გამოვა, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი არის სიმბოლო იმის, რომ ამ ქვეყანაში მთავარი არის არა განათლება, წარმატება და მშრომელი და არ ვიცი მუხჩაუხრელად მშრომელი ადამიანი, არამედ ეს არის პირდაპირ სიმბოლო იმის, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, გარდა იმისა, რომ უნდა იყო არა კეთილსინდისიერი ადამიანი და გაურიგდე აი ესეთ მავნებლებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენს პარლამენტში სხედან, მაგრამ ჩვენ ამ რეალობას ჩვენს ქვეყანაში არ დაუშვებთ და ეს ბრძოლა სიკეთის გამარჯვებით დასრულდება.